საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტს განაგრძობს. დღეს ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. დღესვე იგი ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერეს, ვიქტორ იანუკოვიჩს, ნაჯიბ მიკატის, მადუჰ კანანს, ვაჰიდ ალეკპეროვს, სტივენ შვანცმასა და ევგენი დოდოს შეხვდება. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერი მედვედევსაც გამოელაპარაკა. შეხვედრის შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ მიმიღია. გავიგე, რომ ასეთი შეხვედრა შეიძლება შედგეს აქ, დავოსში, თუმცა ოფიციალური წყაროებისგან არაფერი მომისმენია. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ვიმედოვნებ, რომ გაუმჯობესდება. ჩემი პირადი აზრია, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებამ რუსეთის მიმართ შესაძლოა პოზიტიური გავლენა მოახდინოს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. ასევე ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობების გაუმჯობესებას რუსეთის რიგითი მოქალაქეებიც მიესალმებიან. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი ზაალ ჩიკობავა და რუსთაველის თეატრის დირექტორი დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გადადგნენ. მათი სამსახურიდან წასვლის ფაქტს კულტურის მინისტრი ურა მოდიშარია გამოეხმაურა. მას შევთავაზე ჩვენ სამხატვრო ხელმძღვანელი ყოფილიყო უკვე მშობლიურად ქცეულ მის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც 9 წლის განმავლობაში იმოღვაწა, განახორციელა შესანიშნავი პროექტები. დიდი მადლობა და მას დათოს ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი არის განახლებადი, ყველაფერი არის განვითარებადი და ჩვენ გვინდა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრი უკვე სხვა რაკურსით, სხვა წარმატებებით და ახალი აღმასვლით ვნახოთ. რუსთაველის თეატრთან ჩვენი თანამშრომლობა ეს არის მაგალითი იმისა, რომ როგორ არ გვინდა ჩვენ აი ესეთი ბრძანებით ვერტიკალური გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, ვერტიკალური გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენ მათთან ერთად მივედით ამ დასკვნამდე და დიდი მადლობა ზალიკო ჩიკობავას, რომ მან ასე გადაწყვიტა, რომ ვერ მუშაობდით ერთად თქვა და ჯობია მე გავერიდო ეხლა ამ სიტუაციას და მოდის დიდი მაესტრო, ის იქნება მართველი. ბოლო გადაწყვეტილება გამომდინარეობდა იქიდან, როდესაც დაუშვეთ სამხატვრო ხელმძღვანელმა გამოაგზავნა სია დასის, რომ 3 თვით გაუგრძელდეს ხელშეკრულება მთელ დასს და როდესაც მე ვიცი, რომ ამ სიაში არიან ისეთი გვარები, როგორც არის კახი კავსაძე, ჟანან რილოლაშვილი, თათული დოლიძე, მურმან ჯინორია, მარინა კახიანი, ნანა ფაჩუაშვილი და ახლა მათთან ერთად ხელშეკრულება გაუგრძელო გუშინ მოსულ მსახიობებს თეატრში და ერთ კატეგორიაში გავიყვანა ეს ყველაფერი, ჩემთვის ეს მიუღებელია. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მმართველობის მოდელთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმის ასოციაციის დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ და ასევე ექსპერტმა პაატა ლეჟავამ დააფიქსირეს. იუსტიციისა და სასჯელახსრულების სამინისტროების ოფიციალური ინფორმაციით ამ ორ უწყებას შორის ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რუსებს ისეთი როგორიც არის ფსიქოლოგიური დახმარება, როგორიც არის ელემენტარული ყოველდღიურ ნაბიჯებში ხელშეწყობა იქნება ეს ბიოგრაფიის შედგენა, უცხოენის სწავლა, თუ რაიმე სახელობო კურსები, რაც ყოფილ პატიმარს მიცემს საშუალებას, რომ პირველი პატარა სამსახური იპოვოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამნისტიის პროექტი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ამნისტია შეეხოთ და გათავისუფლდნენ, მათ რა ბედიელით გათავისუფლების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის წინადადება, რომელიც წამოვიდა, ინიციატივა, რომელიც წამოვიდა იუსტიციის სამინისტროდან და ეს წინადადება ითვალისწინებს მთელ პაკეტს რესოციალიზაციის გზაზე.